რახან ესე ეხება ჩვენ შვილებს, რახან ესეთი ალიყური წამოგვარდა უყურება მერქმა გამოღვიძებისთვის, უნდა გამოვიღვიძოთ ხალხო. ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილიშვილება, ბავშვები. და ამიტომ მოდით აი ესეთი ლოზუნგი დავისახოთ ქალებმა, გოგოებმა, ჩვენ ბევრი შეგვიძლია. ხელები შორს ჩვენი შვილები, თორე ქალები თუ გავგიჟდით, კაცებს ვაჯობთ, ამიტომ შორს თუ გავერთიანდით და მოდი გავერთიანდეთ ერთად რა. ძალიან გთხოვ, ისევ ჩვენი შვილებისთვის გავაკეთოთ ეს ყველაფერი. იმამაკეთ მეტი რამლობა რომ მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ხმა ისმის ხო? ბევრი ითქვა დღევანდელი აქციის მოთხოვნები და მე მინდა ვთხოვო მსმენელებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც კი იზიარებთ იმ მოთხოვნებს, რაც ამ აქციას ახლავს, რომელიც ტექსტობრივად ემი გვერდის ლაივის თავზე, ამ ლაივის დასრულების შემდეგ დღეს ჩამოიწერება და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახალგაზრდებს, ვინც კი მას გაიზიარებს და გენდობებათ მაგ მიზნების რეალიზაცია, ყველას გთხოვთ მიმართოთ ემი ჯგუფს შესაბამის სოციალურ გვერდზე და ერთობლივად თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გავსაზღვრავთ, ვის რა ფუნქცია და როლი შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბრძოლაში, რათა საქმე მივიდეს ბოლომდე და შესაძლებელი ნამდვილად არის თუ კი ხალხის თანადგომა იქნება. ძალიან ბევრი დაუმსახურებელი საყვედური ცილისწამება, შეურაცხყოფა და ტალახი ვნახეთ და ვხედავთ მთელი ამ ქვეების მანძილზე, რომელშიც მე უფრო ესე შარშან ივნისის თვიდან ჩავერთე. და ჩემს გამოსვლებში რამდენჯერმე გამიკეთებია შესავალი იმ განვლილი ბრძოლის ეტაპებისა, რაც გაიარა ემი ჯგუფმა. და ზოგჯერ შემინიშნავს, რომ რატომ ახსენებთო ემისო ასე ხშირადო და ერთ-ერთი მე ვიყავი მაგის მოსურნე, რომ დიახაც ხალხს ხშირად გვეხსენებინა ემის ჯგუფის სახელი ხალხისთვის, რადგან აგვემაღლებინა ცნობადობა ამ ჯგუფისა ხალხში, იმიტომ რომ ხალხს ცოდნოდა და იცოდეს, რომელ ჯგუფს დაუდგეს კოვიდ ფაშიზმის დამარცხებისთვის ბრძოლაში გვერდით. ვინაიდან მე ფაქტებმა დამარწმუნეს, რომ ამ ხალხს რეალურად შეუძლია შედეგის დადება ადამიანური რესურსების მინიმალური რაოდენობითაც კი და რაოდენ დიდი, რაოდენ რეალური იქნება შედეგი, თუ კი მით უფრო, რაც უფრო მეტი ხალხი დადგება მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების გვერდით და იმ აქციებზე, რომელიც ცხადდება. ჩვენ აქ არავინ პირადი მე ვინც მიცნობს ახლა, ვინც კარგად ვიცნობს, ნამდვილად იცის, რომ არანაირი ინტერესი გარდა იმისა, რომ საქმე მართლა გაკეთდეს, მე არ მაქვს და ხშირად იმასაც მსაყვედურობდნენ და ეხლაც მსაყვედურობენ, რომ უფრო მეტად და უფრო მეტი აქტივობა და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ზოგჯერ რაღაც ოდნავ ზედმეტ სიტყვის თქმასაც კი რაღაც არასწორ ამბიციებში გითვლიან ადამიანს და ამას გარდა ახალგაზრდებში არის საშინელი რა დავარქვა სიტყვების შეუსაბამო სწორად ისე რომ არ შეურაცხყოფა მივაყენო ახალგაზრდებს, მაგრამ თან ვიყო ზუსტი. იმედენად
აცდენილნი არიან. ამ საკითხში ვამბობ ახლა მე რაც COVID აფიორას ეხება. იმდენად აცდენილნი არიან, ესე ვთქვათ, ამ საფრთხის გაცნობიერებას, რომ ან საერთოდ ასე ვთქვათ, ფეხებზე იკიდებენ, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ან და თუ გული შესტივად, არ იციან ის იურიდიულად გამართული სწორი გზებით მოქმედების სტრატეგია, რომელიც შედეგამდე გაიყვანს. და ხშირად განსაკუთრებით ახალგაზრდები უშვებენ იმ შეცდომას, რომ იმათ გვერდზე დგებიან, ვისაც მეტი ცნობადობა აქვს, ვისაც მეტი ლაიქი აქვს, ვისაც მეტი მაყურებელი ჰყავს და ჰგონიათ, რომ რაც უფრო ხმაურიანი არის ესა თუ ის ადამიანი თუ ჯგუფი, აი იქ არის თავარი ცენტრი რაიმე პრობლემის მოგვარებისა. ამ დროს კი რეალობა არის ისე, რომ სწორედ ის ჩუმი, მაგრამ საქმის მკეთებელი ჯგუფი და ერთეული ადამიანები აკეთებენ საქმეს, რომელთაც უბრალოდ ფიზიკურად აღარ ყოფნით იმისი დრო და ენერგია, გინდათ ცოდნა ტექნიკური, რომ თავის PR-ზე გადაერთონ და მათი მოქმედების დეტალური ინფორმაცია კიდევ გააცნონ დამატებით ხალხს. და ღმერთმა ყველას გაუნაწილა უნარები, იმიტომ რომ თავში არავის აგვივარდეს, მე ვარ ყველა და ჩემი ნაბადიო. ვიღაცას რაღაცის უნარი მისცა, მეორეს რაღაცის, მესამეს რაღაცის და ჩვენ თუ ვართ ერი, ყველამ ჩვენი ფუნქციები ერთმანეთთან დაკავშირებითა და გვერდზე დგომით, მოსმენით გავუზიაროთ და დავანახოთ, აი მე ეს შემიძლია, მე ის. ავიღოთ მაგალითად მმართველი სახელმწიფოსი დავით აღმაშენებელი იყო დიდი, მაგრამ მას ყავდა თავის კარისკაცები, რომლებიც მას იცავდნენ ფიზიკური მტრებისგან და საფრთხეებისგან. შეიძლება ვთქვათ და რა თქმა უნდა დავითი დიდი იყო, მაგრამ განა შეიძლება დაიკარგოს, დაუშვათ იმ რიგითი კარისკაცის დამსახურებაც დაუშვათ, რომელმაც რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში მეფის მკვლელი დაუშვათ არ შეუშვა დარბაზში. მე ეს პირობითად მოვიყვანე იმის საქმელად, რომ ადამიანს რაც ფუნქცია აქვს, თუ ის სწორ კალაპოტში, სწორ ადგილას დადგება, ამით მას უდიდესი საქმის მოტანა შეუძლია. და მე გთხოვთ ახალგაზრდებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, რომ არ გეგონოს, თქვენ არავის ყველას არ გთხოვთ, რომ რო დაგვიკავშირდებით, ზოგ შეიძლება სიტყვით გამოსვლის კომპლექსიც აქვს და მე მართალი გითხრათ, არც მსიამოვნებს ახლა ეს, მაგრამ უბრალოდ ეხლაც მიგზნო გულმა, რომ საჭიროდ ჩავთვალე მეთქვა და მეთხოვნა ეს, რომ დააკავშირდით ამ ჯგუფს და თქვენთვის შესაფერს, თქვენთვის მოსახერხებელ ფუნქციას გამოგიძებდით. იქ ზოგ შეიძლება ინფორმაციის გავრცელების მიზნით სოციალურ ქსელში დაეხმარო ჯგუფს ინფორმაციის გაცავრცელებლად, ზოგმა სხვა კუთხით, ზოგმა სხვა კუთხით, ათასნაირი არის ახლა არ მოვყვები მე ამაგის ჩამოთვლას. მაგრამ დაუდეკით ემი ჯგუფს. ემი ეს არის პირობითად ერთი სიტყვა, რომელიც ხალხმა დავარქვით ამ ჯგუფს, იმიტომ რომ 10-20 სახელით იხსენიებდნენ ამ ხალხს. და მე ეს ხალხი და ქალბატონი ფატი კიპაროიძის მეშვეობით შარშან 2021 წლის ივნისის თვეში გავიცანი, როდესაც შემთხვევით მეგობარმა მასწავლებელმა დამაკავშირა და ქალბატონ ფატი 20-30 წუთში იმდენად ამომწურავად ჯერ დამანახა პრობლემის რეალური სურათი და იქიდან გამოსავლის გზები, რომ გაოცებული ვიყავი ერთის მხრივ იმით, რომ ასეთი ადამიანი თუ არსებობს, რომლის სოციალურ ქსელში არც კი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ და ასეთი გამოსავლის გზები თუ არსებობს და ამდენი ხანი თუ დასჭირდა ჩემთვის ამ საკითხში დაინტერესებული ადამიანისთვის ახსნა იმისა, რომ გავყეულიყავი საკითხში და გამოსავლის გზებში, ანუ რაოდენ რთული იქნებოდა ამ ადამიანისთვის, რომ მასებისთვის ეს გაეგებინებია, თუ რა თქმა უნდა არ დავეხმარებოდით, მაგრამ მას კი არ სჭირდებოდა უფრო დახმარება, ხალხს სჭირდებოდა და ვთხოვე ქალბატონ ფატის, რომ ჩართული იყო იმ სოციალურ ქსელში, Facebook თუ Zoom დახურულ ჯგუფებში, რომლებშიც რამდენიმე ათეული და ასეული ადამიანი შეიძლებოდა ჩართულიყო და გაწევრიანებულიყო და ის ინფორმაცია, რაც მე მან ერთმა-ერთს მომაწოდა, პირდაპირ შეეძლო ასეულობით ადამიანისთვის ყოველდღე გაეზიარებინა და მართლაც ის და ბატონი გიორგი უანგაროდ შარშან ივნისის თვიდან მოყოლებული არაერთ ღამეს 2-3 საათი კონსულტაციებს მართავდნენ. თან სხვათა შორის მაგ დროს შეზღუდული იყო ტრანსპორტი და ფეხით კილომეტრებს გადიოდნენ სამსახურიდან სახლამდე,
ზოგჯერ რამდენჯერ გზაშიც უსაუბრია, აი აქ ესწრებიან ადამიანები, პედაგოგები, ვხედავ მათ, რომლებიც ერთობოდნენ და დამიდასტურებენ. და ყველა მსურველი, ვისაც კი Facebook-ზე ვდებდი ინფორმაციას, ვისაც უნდოდა კონსულტაციებში მონაწილეობა, ჩართული იყო და მოესმინა. ერთობოდნენ და იღებდნენ დახმარებას და სამედიცინო სტუდენტებს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ყველას თავაზობდნენ დახმარებას და აბსოლუტურად ყველა სტუდენტმა მიიღო ის, ვინც კი გამოყვა მათ ბოლომდე და შუაგზაში არ მიატოვეს ბოროტი ენების წაქეზებით, რომლებთა შორის ზოგი მისან მიმართულად აბრალებდა ემი ჯგუფს 1000 გვარ სიფინძურეს, ზოგი კიდევ მათგან მოტყუებული სტუდენტებს ვურევდა გონებას და სამედიცინო სტუდენტებმა რომ პირველ სემესტრში არ დაუკავშირდნენ ემი ჯგუფს, ამიტომ ვერ მიიღეს დახმარება და შემდეგ ჯიუტი დაჟენებული ჩემი ჩარევითაც მათ შორის და დავაკავშირეთ უკვე მეორე სემესტრში უკვე მოუგვარდა სამედიცინო სტუდენტებს პრობლემა. თუმცა ეს მოგვარდებოდა პირველივე სემესტრიდან და ნახევარზე მეტი რომ ძალით აიცრა, არც ერთი არ აიცრებოდა. და ეს აცრები რომ უნდა შეჩერებულიყო ჩვენ დიახაც თავიდანვე ვამბობდით და ამის გამოც ბევრი ტალახისროლა მოდიოდა მათ შორის ფსევდო-კოვიდ ვითომ აფიორესთან მებრძოლებისგან და იმის შიშით ვაიმე Facebook-ზე ფაქტ-ჩეკერებაო, არ შემიზღუდონო ხილვადობაო. პირიქით იმათ მიკროფონს დაწევდნენ, მათ შორის თავიანთ აქციებზე, როგორც კი აცრების მავნებლობაზე იწყებდნენ საუბარს, ხელიდან დაწევდნენ მიკროფონებს, ექიმებსაც კი და ვისაც უნდა აიცრასო, ამბობდნენ, კი ბატონო, ვისაც ენდომებოდა აიცრებოდა, მაგრამ როდესაც ხარ ექიმი, მიკრობიოლოგი და იურისტი, შენი სამსახურიდან პროფესიიდან გამომდინარე გაქვს იმის უფლებაც და ცოდნაც და კომპეტენციაც, რომ მოითხოვო და ახსნა და დაასაბუთო კიდეც, თუ რატომ უნდა მოხდენილიყო შეჩერება COVID ვაქცინაციისა მანამ, სანამ არ დამთავრდებოდა გამოძიება, რომელსაც ასევე ემი ჯგუფი ითხოვდა და არც ერთი სხვა. ხო და ხალხი, ვისაც ეს მოთხოვნები უნდა, სანამ თლათმიან არ არის, დადგეს ემი ჯგუფის გვერდზე, არავის არ უნდა. პირველობა, მით უმეტეს მე ვარ ერთ-ერთი რიგითი ხალხის, ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გულით გეუბნებით სიმართლეს ხალხო და თუ ამას არ დაიჯერებთ, თუ ამის გამო ვინმე კიდევ შეურაცხყოფას მოაყენებთ ამ სიმართლეს, ღმერთთან თქვენ იყავით მაშინ პასუხისმგებლები. კიდევ რომლის თქმა შეიძლება, მაგრამ ამჯერად გავჩერდები და ახალგაზრდებს ვთხოვთ, დაუკავშირდით ემი ჯგუფს, მოსწერეთ პირად გვერდზე და დანარჩენს მერე გეტყვით. და აუცილებლად გავალთ გამარჯვებამდე ღვთის შეწევნით. ამით. გამარჯობა მეგობრებო, ღვთის მადლით სწავლა გქონდეთ, რამოთუ ღმერთის მადლის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ვართ ობოლიერი, ყველა ზოგი ვიღაცას მიეტენა, ზოგი ვიღაცას დაუკავშირდა, ჩვენ რატომღაც სულ მარტო ვარ ღვთის ანაპარად, მაგრამ მე ცოტა არ არის, იმაზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებ, რისი გადატანა თქვენ არ შეგიძლიათო. ასე რომ თან ღმერთს უყვარს, ჩემი ძალა აღსრულდა უძულურებაშიო რა, რაც რო პატარა ძალით დიდ გოლიათს დაამარცხებს, აი ჩანს ღმერთის დიდი ძალა, იმიტომ რომ იყო გედეონის შემთხვევაში ასეთი შემთხვევა, რომ იმდენად დაშინებული იყო ისრაელი, რომ პურსაც კი გვერდში იყვნენ და იქ ცეხვავდნენ, რომ არ გაიგოს მტერმა და ესეც არ წაგვართვასო. იმდენად დაშინებული იყო და ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, ამოდი მაგარო კაცო, შენ მტერი უნდა დაამარცხო და შეხედა რა მაგარი ხოხეტო გვერდში არ შიშითო და ამოდიო და მე ეხლა მაგაჩი ყოველთვის რწმენა დიდ როლს თამაშობდა ხო და ამა გაიფიქრა ანგელოზი ხო არ არის და თუ შენ მართლა ღვთის კაცი ხარ უთხრა რომ ხვალე საწმის იყოს მშრალი ნამი სველიო მართლა ესე მოხდა მე შეიძლება ის მაგო უფურჩულა ასე ხდება ისედაც და მე შეატრიალ და მეორეთაც ასე მოხდა და შეკრიბა რომ იწუნეს მეფის კაცია ვარა ძალიან დიდი გაბედულება გამოიჩინა და გაანგრია ყველა საკერპოები რა იმ ხელად იმიტომ რომ როცა ღმერთი შენთან არის არა იქ დამთავრებულია საქმე ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ღმერთს დაუკავშირდეთ ჩვენი სიტისი გავისუფთავოთ იმიტომ რომ იმ ხელა მანქანა არის ჩვენ წინააღმდეგ უმართული
თუ ღმერთმა ჩვენ არ დაგვიფარა რა ჩვენ მას ვერ დაუდგებით წინ ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ვეცადოთ რა ახლა უცებ ანგელოზები არ გავხატებთ და წმინდანები მაგრამ რაც ვიცით სიმართლე აუცილებელია რა არც უნდა დაგვეზაროთ უნდა გავაკეთოთ და დაუდგეთ შეიძლება 10,000 მიტინგებს იმხელა სისულელე მომისმენ მაგრამ ამ ხალხს რაზე ვაფასეთ იცი როცა პანდემია იყო ვერც ერთმა პოლიტიკურმა იმან ვერ ვიშველა ხო ესე იყო ჩაკვეთეს სამუშაო წაგვართეს და ვაშინგტონეს რა უმეტეს გამოდიოდი დაგაჯარიმდნენ ხო და 1000 უდოდრო რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რამე შეძლო ვერ შეძლო და მე დავამოდი ამას და მე ესეთი აზრი გამიჩნდა რომ საერთოდ რჯულის მიხედვით არ შეიძლება დასკვნა გამოიტანო მარტო ერთი მხრიდან საპირისპირო რომ ხარეც უნდა მოიყვანო ანუ ჯარდებული და ჯარდებელი ორი ერთად უნდა დააყენო და მე გამოიტანო დასკვნა ხო და მე ამათი მიგვირს რა ცალსახად რო გამოდიოდნენ და ლაპარაკონ თუ არა იცლებ მოკლედ თუ არა იცლებ მოკლედ მარტო ამ ჯგუფმა იმას მეტად ისა ფინარო არის ხო იყო ერთი ორი კიდე რომელიც ამტკიცებდა ეს არის საშიშროება ხო და იმდენი დრო საზოგადოებრივ არხზე თუ მართლები ხართ არა აგერ ხალხი ერთ სამოს იქნება მართლა გვატყუებენ არა თქვენ ამობთ მეორეს მოდი საზოგადოების წინაშე წაარდექით და რომელია მართალი ორჯერ დაუკავშირდნენ ეს ხალხი და ორივეჯერ ისინი გაიქცნენ მე როგორ გამიშტაზრი ესე იგი ისინი მკვლელები ისინი თორე თუ მართალი და დაჭით და საჯაროდ გაიცი ხა იმას რა ქვია შტერ და უცოდინოს მოატყუებ მაგრამ პროფესიონალები რო დადგნენ უგები თან ჩემი გული მოусმენი დათანხმდა ორჯერ მოალო კაცო მე ორგანიზებას ვერ გავაკეთებო იმიტომ მაგის საშუალება არ მაქვს წამოვიდე და ტელევიზორში იყო ხო და მე არ მაქვს ამის საშუალება აი ჩვენ გავაკეთე იმდენი ვირმე იქიდან აქედან და გააკეთეს დიდი დამსახურება ამათი რა და რომ მაინც არ მოვდე მოატყო მე ჩემთვის ხადი იყო თუ მართალი ხარ შენ დაუდექი და გაეცი პასუხი პროფესიონალს თან რა მინდა კიდე გითხრათ იცი ამ მხრივ არა ძალიან ვაკვირდებოდი კადრეზე მოსკოვში იყვნენ რა პატიოსანხალხო ყველგან არის და ადამიანები ხო და შეიკრიბა აკადემიკოსებთან მივიდნენ და იმის რა ქვია ჯანდაცვის სამინისტროში როგორ ავთქვა რა ხო და შეიკრიბა ჩვენ ეს ლაბორატორიები არა გვაქვს რომ ზუსტად გავშიფროთ სკოვიდიო და გვითხარით ან შემადგენლობა ან ლაბორატორიები შეგვიქმნითო ხო არ აქვს ძალიან მაგისტრის რომ წარმოვიდნენ რუსეთში მე უცებ გავიფიქრე რა ეს მე მგონი მსოფლიო პრობლემაა მეთქი როგორ ახლა ამასო მეტი რა იყო ერთი ამბობს ეს არის კლაუს და ამაზე მეც რასაკეთებდნენ იმის და მე იმ ხალხის გამტვრებია საერთოდ რა ზიარან მედიცინზე მოგვიწოდე აიცარი ბიჭო სინდისი და იქნება რა კლაუს ხონდა რაც არის იმას როგორ ამბო ბიბლიაში ერთად ილაწერია ვიტყვი ყველა შენ ნათქვამს რომ თუ ის ყველაფერი სიმართლეა რაც შენ დაგვიწერო ან რო დარწმუნებული ხარ სიმართლეში მაშინ დაილაპარო რო არიცი ამას შეიძლება თუ აიღო და მე მთელი ერი გაწირო მოსაკლავა და გადასაჯიშებად რა აი იმათ მიმართა იმ ხალხს ვინც აი აგიტაცია საკეთე აიცა თან არა აკადემიკოსებმა თქვენს არ ვიცითო იქ და ჩემი ყურით მოსკის როგორ იყო თუ ეს გამოდის ვიღაცა საერთოდ მედიცინაზე არასდროს არ დაფიქრებულ ალბათ აიცენ რაც აკეთებ ხო ადამიანს რაღაცას მოიწვი ხო და იყოს ის სიმართლე ხო და მე ახლა დასასრულს მინდა ანუ ეს მე ესეთი აზრი მაქვს რა რაღაცნაირად მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა ჯანსაღი ძალების დავждეთ რა და რომელიც პრიორიტეტულია რა თქმა უნდა ყველა მეთად ხარი უნდა დაუჭიროთ ვინც თავის თავზე აქვს პრეტენზია როგორც ეროვნული ძალა ხო ჩამოვა ალბათ ის 10 საკითხი 7 საკითხი აი ვიწეროთ გაიყენოს განათლებაზე აგერ კოვიდის საშიშროებაზე ბაზარი რო დაცული უნდა იყოს საერთოდ რა და მე ესე მგონია ხო დიდი პოლიტიკოსი და იურისტი მე არ ვარ მაგრამ სახარებაში წერია ასეთი რამე ხენ აყოფით იცნობა უარკისდეს უარკისი ნაყოფი გამოაქვს უარკისდეს უარკისი ნაყოფი ხო და როცა
30 წლის განმავლობაში ქართველები აქედან მირბიან და ჩვენ იმასთან ქართველი შვილთან და იმასთან მოვაწყეთ აქ აქციები რომ 300,000 კაცი უნდა გაესახლებინათ სამუშაო მიეცათ და ესა პირებიც ხო და ფული გადახდილი იყო აქაც მოვაწყეთ და საზოგადოებრივ არხზეც და მე შორს რო არ წამოვიდე არა არც ერთი არ გამოგვეხმაურა იქნება მატყუებდნენ ისი გამოდი და თქვი რო არ არის ამური სიტყვანი და დაუკვირდი რას ვაბავა აქ ერთხელ სააკაშვილმა ერთხელ კი მე გაიმეორა ფორმულა ასეთი რომ ეს რა ქვია სინგაპურიზაციაო ხო და სინგაპურიზაცია ერთხელ მე გამოვედი ამის შესახებ და მე ერთი პიროვნება გამოვიდა იურიდულად ჩამოყალიბებულიყო და რანაირად თქვა ის დაიმახსოვრე და შეადარეთ რამდენად ეთახმება საქართველოს პრინციპებს პირველი ის ეტაპი იყო 4 ეტაპი იყო პირველი ეტაპი იყო ეკონომიკური პოლიტიკური ისეთი კანონების მიღება რომელიც გააატაკებდა ეკონომიკას დასება მარტივად რო აკისრეთ აი რა მაგალითად აი ვაჭრობაში ვინც იყვნენ ფასის თუ შეეშლებოდა სააკაშვილის დროს 1000 ლარის საქონელი როგორ 5000 დაჯარიმდა ანუ კონტრდებოდა ხო და იყო ესეთი შემცვლელი შეიძლება გაგიგებოთ რომ ჩემ ნაცროს მოდი ესე თქვა ზარო არ გავაშიშო შეხვდა და აჯარიმებდა ხო და ეს დახურული მაგას მაღაზიო ბოდიში გაფუძეს შეაგინა და მე ხო ვიცი იქაც მეორე მაღაზიაში დაგაჯარებდა შენი ესე წესო მეორეს და დავხურო ანუ იძულებული გახდა რომ წასულიყო ანუ რისით ყავდა ხალხი არა თუ არ იქნებოდი შეკრული ხელისუფლებასთან ისეთი კანონები იყო რომ აღატაკდებდა და მე ერთი საშინელი მუხლის გახსენება მინდა თქვენთვის ბევრმა იცით და შეიძლება ყველამ იცით ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს ვისაც არ აქვს სახელი ხეცა ნიშანი ხეცა ვის სახელის მიწვის ესე იგი შენ თუ არ ახარ შეკრული მათთან შეუძლია თუ გაგანადგური ისეთი მკაცრია მაგრამ თავისი სხვა კანონები აქვს გაიგე ადამიანმა 5-10 ლარი მოიგო შეიძლება ციხეში ჩასვადო 5 მილიონი და 50 მილიონი რო იმას ეს ვითომ ჩაოლოდრი ამბავია რა გადააყოლებენ საქართველოს როგორც კინგს გადასწორებ და აკლის გადააყოლებენო რა ხო და მე რისით მამიდამწო ჩაიდგენ მიყავს რა რომ რეალობა თუ დავხატეთ აი იქნება გამოფხიზლდეს ხალხი მეორე ეტაპი იყო რა რომ გააღატაკეს ხალხი საზღვრები გასცეს და ხალხი გაიქცა თავის სამშეულოდან და იმიტომ იქ ერთ თვეში დაძღებულა რაც 5-7 თვეში სახში მესამე ეტაპი რა იყო უცხოელები შემოიყვანეს გაიგეთ მეოთხე ეტაპი ეს 17%-ამდე ადგილობრივი ხალხი დააყენეს არა და დანარჩენ უცხოელებს მე ეკონომიკური ამოწიეს ფული კი იყო მაგრამ ხალხის აღარ იყო ის ქვეყანა ჩვენთანაც ესე ხო არ ხდება აბა დაუკვირდეთ ამიტომ მე სისხლი მაქსალს ხომ ხანდაკეში რომ აი ზვიადიზე იყო ესეთი რაფია წილის ამება იმიტომ რომ ერთხელ ცოტა მესე თქვა რომ ეგრო მართალი იყოს არა აკებე და ცერუ მაგას მაკადრებს ამოიგებდა საქართველოს მარტო ქართველებისთვისო ხო და ეს კადრები ასადარა ჩვენს ახალ ცოტა მესე ფრაზა გააშკერა მაგრამ მე ასე მწყდება გულიცი აი მაშინქა ბევრი ქართველის დაუპირისპირდა ამ ჭორის გამოზვიადის ამის გამო მე ხლა გამართლება გამწუნები კი არ მინდა ზვიადის უფრო ჩვენ ხარე შემოვიხედო და რა სიტუაციაში ერთი კაცი მაინც გამოვიდა არა ქართველი რომ თქვა და საქართველოს ქართველებისგან იცლება და რა არ არის კარგია აი არა ქართველი გამოდა ეს არავის არ აწუხებს რა ქართველები ეს ნორმა ყოფილა თუმე როცა საქართველოს ქართველებისგან იცლება და ის რომ მართალი ყოფილიყო თუნდაც არა ეს არანორმალური ყოფილა ძალიან საშიჟო საქართველოს მარტო ქართველების დავკვირდით სადავო ეს ნორმად მიიღეთ არც ერთი არ გამოდის არამოს რომ მოდი რაღაცნაირად ისე გავაბოთ ისეთ კანონები მივიღოთ რომელიც საქართველოს აქ დაამკვიდრებს ამიტომ როგორც ეგანა თქვი ხელნაყოფით იცრობა თუ პარლამენტია თუ ხელისუფლება თუ მთავრობა აქ ქართველებს ვერ ამკვიდრებს გარბიან ქართველები და უცხოები შემოდიან ეს არ არის ქართული ხელისუფლება შენ ქართული ხელისუფლება თუ ხარ აქ ქართველები გაამკვიდრე რო არ გაიქცეს იმიტომ რომ ეხლა ხა აი ცოტა გამიგრძელდა ბოდიშლოგები ლაპარაკი და
ბაბუა შვილიშვილს ათამაშებდა ამერიკაში უნდა წასულიყო და მეორე გაათხოვა პორტუგალიაში. ორივე გოგო გარკის საქართველოს. ნასო საშინელება ასე დავაცული მიწაზე, ესეთ მადლიან მიწაზე, რომ პურის ფული არსებობის ეშინოდეს რა. რა არის რა უბედურება ეს? მე თან ბევრ ქვეყანაში ახლა ზუსტად არის ამაყვა უბრალია. უნდა აიცნაო რა. უნდა აიცნაო და ისე არ გაგიშვი. ანუ ფაქტიურად არა ყველაზე თავარი ალბათ ეს არის მე ახლა ვერ იმასვისა დავიწყებ ამის მტკიცებას, მაგრამ ეს აცლებით ეს მაიმუნობა რა მით უმეტეს უბრალო ხალხი თუ არაფერს გებულობს და როგორც ბერჯელ დაამტკიცებს არა ამათთან რომ ეს მავნებლობა არის არა მოდი ამას მართლა მხარი უნდა დაუჭიროთ შევიკრიბოთ ყველა მოახდინოთ ერთი საერო თუ როგორ ათქო რა შეკრება და პრიორიტეტები დაიმასვნათ რა როდის რა არის საჭირო მე ამით გემშვიდობით ღმერთმა თავის მადლი და თავის ყალბა არ მოვაკლდა სწორედ გვატაროს გაიხარეთ მაქსიმალურად მიატყუნეთ ხმა 12 სექტემბერს 5 საათზე პარლამენტის წინ ვიკრიბებით ერთად მოусვინოთ პასუხს და პასუხს გავცემს პარლამენტი და მთავრობა ამ ჩვენ წერილთან დაკავშირებით იმის მიხედვით ვიმოქმედებთ თუ რა პასუხი იქნება ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბრძოლას ავრჩერდებით შესაბამისად მოგიწოდებთ რომ კლინიკური ისტორიები მოგვაწოდეთ იმისათვის რომ შევისწავლოთ და შესაბამისად მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს აღიძრას საქმეები და დაიწყოს გამოძიებები. ბევრი გამოძიება დაწყებულია, ბევრი ექიმის მიმართ დაწყებული არის სისხლის სამართლის დევნა, გამყრელიძე განთავისუფლებულია და ბევრი კლინიკის ხელმძღვანელი განთავისუფლებულია და იცვლება სიტუაცია კლინიკებში, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მეტი მოდით, იმიტომ რომ რაც შეიძლება სრულფასოვანი მასალები უნდა მივაწოდოთ გამოძიებას. დიდი მადლობა.